ადგილობრივი ხელისუფლება ინფრასტრუქტურული სამუშაოების მონიტორინგს ახორციელებს ქუთაისის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარე მიოსელიანის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. აღნიშნულ ქუჩაზე შპს World Global Alliance ასფალტი ბეტონის გზის დაგებას აწარმოებს. სამუშაოებს კომპანია რეგიონული განვითარების ფონდიდან მიღებული 128,998 ლარით ახორციელებს. რეაბილიტაცია მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და თვის ბოლოს დასრულდება. იოსელიანის ქუჩაზე ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობასაც შეხვდნენ. Ახლავს 50-მდე ქუჩის რეაბილიტაცია დაცმული აბსოლუტურად ყველა მიმდინარეობს. ეხლა ჩვენ იოსელიანის ქუჩაზე ვიმყოფებით, რომელიც მიმდინარეობს და უკვე 2 დღეში დასრულებული იქნება. ყველა კომპანიას მინდა უთხრა, რომ თუ არ იქნება რაიმე ობიექტური მიზეზი, არ მოხდება გადაწევა, არამედ მათ მოუწევთ ჯარიმებზე მუშაობა, იმიტომ რომ მოსახლეობა ელოდება დროულად სამუშაოების დასრულებას. ჩვენ ჯერჯერობით პრეტენზიები არ აქვს. ყველაფერი გეგმა გრაფიკით მიმდინარეობს, რომელიც არის წარმოდგენილი. Მოწმეები იყოს, სულა ხალხი დადიოდა წყალში. მაყოფილი ვარ გენაცვალე და კარგად მუშაობენ და წესიერად აკეთებენ, რაც არის გაკეთებულ ხარისხიანად. მუშახელს კარგია და მოსამსახურე პერსონალები.